მოდით დავიწყოთ საუბარი ხვიჩა კვარაცხელიათი, რადგან ახლა ის თამაშობს ყველა მასგულშემატკივრով. თავარი კითხვა არის, რომ ის გახდა პირდაპირ სამიზნე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მის სამოქალაქო ოპოზიციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ საზოგადოება აღშფოთდა, მათ შორის მართველი გუნდი და ახლა ოპოზიციის ბრალდებები არის იმაზე, რომ ოცნება რაღაცნაირად ცდილობს კვარაცხელიას რეიტინგს მიეწევოს. მთელ ამ პროცესს როგორ შეაფასებდით? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას და მადლობა, რომ მაქვს პატივი იყო პირველი სტუმარი თქვენი ახალი სეზონის გადაცემის. რაც შეეხება ამ საკითხს, საერთოდ ჯამში რომ დავფიქრდეთ, ეს არ არის ხო პირველი შემთხვევა სხვა სპორტსმენებთან, მათ შორისაც ქონია ეს გამოცდილება. ეს აჩვენებს უპირველეს ყოვლისა ერთ რამეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ბუნება არის ასეთი, რომ ის ყოფს ყველაფერს თავისიანებად და არათავისიანებად, რომელიც ავტომატურად მტრები არის. შესაბამისად, როდესაც წარმატებული ადამიანი არ არის პირდაპირ ადამიანი, რომელიც მათთან არის დაკავშირებული, ისინი ასე წარმატებულ ადამიანს ემტერებიან. ვინაიდან ეს არის მთავარი, რასაც ისინი ცდილობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა ოპოზიციაშიც, რომ წარმატება რაიმენაირად, როგორც ასეთი იყოს დაკავშირებული მხოლოდ მათთან და აქედან გამომდინარე, როდესაც ხედავენ ადამიანს, რომელიც არის წარმატებული და მასთან არ აქვს მათ ასე ვთქვათ პირდაპირ კავშირი, ცდილობენ ამ ადამიანის დაკნინებას, მისი წარმატების დაკნინებას. ეს არის არამხოლოდ ამ სფეროში, არამედ ზოგადად. ეს არის წარმოსახვის შექმნა, გვახსოვს ჩვენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ იმ აღქმის შექმნა, რომ თითქოს ის გუნდი ან ისინი არიან ერთადერთი და მათი წარმატება არის ერთადერთი და მაშინ, როდესაც წარუმატებლობასაც კი წარმატებად ყიდდნენ, აი ეს არის მე მგონი აი ეს საერთო ჯამში ის კომპლექსი, რომელსაც აქამდე მივყავართ. და ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი კომპლექსი, კი ასე შეიძლება ვთქვათ კომპლექსთან მიმართებაში. მე მესმის, რატომ გულშემატკივრობ ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას, არ მესმის, რატომ არ გულშემატკივრობენ. ისინი რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ, ხო? ეს არის ყველასთვის ცხადი და დღესაც წარმატებები უსურვოთ ნამდვილ ვარსკვლავს და გადავიდეთ პოლიტიკაზე. თამაშის შედეგებს ვნახავთ დღეს, მაგრამ ახლა ცხელი პოლიტიკური თემები განვიხილოთ. მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, დაძლიეთ პრეზიდენტის ნაცვლად თქვენ მოაწერეთ ხელი. საინტერესოა ამ კანონთან დაკავშირებით ის მნებათაღელვა რაც იყო. რადგან მოსმენებთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ძალიან მძაფრი რეაქცია, წარსულის გათვალისწინებით. ახლა არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ისევ მოგვისმენენ, მით უმეტეს რომ გაფართოვდა იმ დანაშაულთა სია, რომელიც შედის ამ კანონის მიხედვით და შესაბამისად შესაძლოა, აი თავარი კრიტიკა ეხებოდა იმას, რომ ვისაც უსმენენ, მას შესაძლოა 30 წელიც კი ვერ გაიგოს, რომ უსმენდნენ. თანაბადოდ. თავარი სიტყვა თქვენს ახსენეთ დანაშაულების სია, ხო? საქმე ეხება სისხლის-სამართლის საქმის გამოძიებას. როდესაც სახეზე არის დანაშაული, ხდება გამოძიება და ამ შემთხვევაში საჭირო არის გარკვეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ანუ კიდე ერთხელ ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიების პროცესთან და სწორედ ეს არის კიდევ ერთი манипуляციური მცდელობა, ეს რაღაცაად მიაბან თითქოს აქ რაღაც კონტროლზე არის საუბარი მოსახლეობის ან ასე შემდეგ. და ამ შიშების გაღვიძება ისევ ვთქვათ უკანონო მიყურადების კუთხით. რაც შეეხება სტანდარტს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა, მათ შორის მიყურადების კუთხით, ეს სტანდარტი აბსოლუტურად შეიცვალა 2014 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე საუკეთესო ევროპული სტანდარტით, რომელიც მაშინათვე მოწონებული იყო ევროსაბჭოს მიერ. ამ სტანდარტში არ შეცვლილა არაფერი საერთოდ. ამას თქვენი ოპონენტების აღიარებენ, მაგრამ ახლა ისინი ამბობენ, რომ ხდება გაუარესება ამ კანონის, რადგან ემატება ახალი დანაშაულებები, 27 სახის დანაშაული და შესაბამისად ემატება ვადის ხანგრძლივობა და ზუსტად ეს ქმნის პრობლემას მათი თვალსაზრისით და რა თქმა უნდა საზოგადოების ემოციაც, როცა მოსმენას ეხება საქმე, არ არის პოზიტიური. სტანდარტს რაც შეეხება სტანდარტზე ვსაუბრობ, სტანდარტი ნიშნავს, რომ არის შესაბამისი საფუძველი უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ამ პროცესის სათანადო კონტროლი, მათ შორის გარე კონტროლი. აი ეს ამ სტანდარტში არაფერი არ შეცვლა,
როგორც 2014-ში იყო მოწონებული, ზუსტად ის მოწონებული სტანდარტი ახლავს. რაც შეეხება დამატებით დანაშაულებს. სიის შევსებას, ხომ? და აქაც ხო ჩავხედოთ უნდა შინაარსზე, რაზეა საუბარი? ტერორიზმი, მკვლელობა, ადამიანებით ვაჭრობა და ასე შემდეგ, ასე დანაშაულებს. ეხლა აქ იმის თქმა, რომ არ არის აქ განსაკუთრებული ინტერესი, რომ იყოს ეფექტიანი გამოძიება, არის რთული და მაშინ, როდესაც თუ კი აქამდე გვაქვს სისტემა და სწორედ ეს ტექნიკური წინსვლა და პროგრესი, როგორც დანაშაულის ჩადენის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითობას ართულებს, ან უბრალოდ აძლიერებს, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებიც ეზრდება სახელმწიფოს. რატომ არ გაიზიარა ეს არგუმენტები? ოპონენტებზე არ ვლაპარაკობთ, მათი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი თქვენი ამ სექტორისადმი დამოკიდებულების ჩვენ ალბათ ამ მსჯელობაში შესაძლებელია მოსახლეობასაც დარჩა მეხსიერებაში ჩვენი არგუმენტები. ჩვენ ყოველთვის ხაზგასვით ვამბობთ და არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი არგუმენტი და ასე შემდეგ. ხო ეს ამას ხაზგასვით ვამბობდით. ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია სწორედ ვეტოსთვისაც და დასმისთვისაც. დღეს მას შემდეგ რაც ხელი მოაწერე, რაღაც სიუჟეტებს უყურებდი, გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით და თუ დააკვირდებით ამ სიუჟეტებს გადახედავთ, კვლავ თქვა ოპონენტების მხრიდან არის საუბარი, რა თქმა უნდა არსებობს სამართლებრივი არგუმენტები და არავინ არ ასახელებს არც ერთ სამართლებრივ არგუმენტს. ვენეციის კომისიას დაესესხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ხო შეს პოლიტიკურ ვეტოზეც შეგეკამათათ პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენელი და მან თქვა რომ პოლიტიკური ვეტო არ ნიშნავს რომ უბრალოდ ესეთი სურვილი გაჩნდა რომ ვეტო დაედო კანონ პროექტისთვის, ეს ნიშნავს რომ აქ საფრთხე დაინახა პრეზიდენტმა. ხო პოლიტიკური აი მე დღეს განცხადებაში ვთქვი პოლიტიკური ვეტო და მან ეს განმარტა კიდევაც პრეზიდენტმა ნიშნავს რომ მას არ ქონდა სამართლებრივი შენიშვნა ამასთან, სამართლებრივი შენიშვნა ნიშნავს რომ რომელიმე უფლება რომ ილახებოდეს ამ კანონს. რომ დაინახა საფრთხე კონტექსტის მიხედვით. უბრალოდ პრეზიდენტს ეს არ უთქვამს და დღემდე არ ამბობს პრეზიდენტი რომ რომელიღაცა უფლება ილახება. რაც თქვა პრეზიდენტმა და რასაც ალბათ დღემდე ამბობს, არის ის რომ რამდენად მიზანშეწონილი არის ამ კანონის მიღება იმ კონტექსტში, რომ შესაძაც ევროინტეგრაციის პროცესი არის. აი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნამაც გარკვეულწილად გაიმეორა ეს, რომ მართალია რაიმე სტანდარტთან დაკავშირებით შეკითხვა არ ქონდა, მაგრამ იქნება მეტი ინკლუზიურობა, მეტი დრო და ასე შემდეგ. ანუ მეორე ხარისხოვანი არგუმენტები, რომლებსაც თავად არსთან კავშირი არ აქვს. როდესაც პარლამენტი იღებს კანონს და ხდება განსჯა მათ შორის ვეტოს მხრიდან იქნება თუ ზოგადად ანალიზი, არის ორი სახის შეფასება. ერთი ეს არის სამართლებრივი შეფასება, რამდენად ჯდება ესა თუ ის კანონი საერთაშორისო სტანდარტში, რომელიმე სტანდარტს ან უფლებრივ სტანდარტს ხომ არ არღვევს, ეს ერთი და ყველა თან ხდება, რომ არც ერთ ევროპულ საერთაშორისო შენიშვნისთვის რატომ აფიქსირებენ და მეორე ეს არის მიზანშეწონილობა, უნდა იყოს თუ არ იყოს. რაც შეეხება მიზანშეწონილობას, საქართველოს პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო ამ ქვეყანაში, ისევე სხვა ქვეყნებში ის პარლამენტები კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და რომელიც ადგენს პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის სწორედ ეს გულისხმობს მიზანშეწონილობის საკითხს. ამას წყვეტს პარლამენტი. ამ მსჯელობაში შემოსვლის საშუალებაც კი არ აქვს სხვა ორგანოებს, ვინაიდან პარლამენტი არის ამაზე უფლებამოსილი. პარლამენტმა ხუთი თვე იმსჯელა ამასთან დაკავშირებით, ვეტოს დაძლევას თუ გავითვალისწინებთ და მოსაზრებებს. არც ვენეციის კომისიის დასკვნაში, არც ვეტოში არ ეწერა რაიმე, რომელიც ამბობდა ეს კანონი არღვევს რომელიღაცა უფლებას. ვადა არ იყო ნაჩქარევი. არა, რა თქმა უნდა, ხუთი თვე როგორ იქნება ნაჩქარევი, მით უმეტეს და ეს თქვა დღეს აღნიშნეთ კიდევაც, რომ თავის დროზე განხილვის დროსაც ეს არ იყო დაჩქარებული პროცესი, ორი თვე დასჭირდა, მათ შორის ჩვენ სპეციალურად 3 კვირა გავაჭიანურეთ ეს პროცესი და გადავდეთ, ვინაიდან იყო პარტნიორების მხრიდან თხოვნა, როდესაც მათ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, რომ აი ახლა არ გვაქვს არგუმენტები, იქნება მოგცეთ 1-2 კვირა იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ეს არგუმენტებიც არ იქნება წარმოადგენილი სამართლებრივი მაშინ მაყურებელს რო ავუხსნათ ეს თემა დავასრულოთ, რადგან ძალიან ბევრი თემა ზე უნდა ვისაუბროთ. სად არის ბერკეტი ან გარანტია, რომ ვიღაცას თუ მოუნდება, ისევ ყველას ტოტალურად არ მოусმეს? კიდევ დღე ეს კანონი ამ მდგომარეობას არც აუმჯობესებს, არც აუარესებს. არაფერი არ ხდება, საქმე ეხება იმას, რომ თუ კი აქამდე მაგალითად ტერორიზმთან დაკავშირებით, თუ ადამიანის ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოძიების დროს არ შეეძლო გამოძიებას გამოიყენებინა ეს მეთოდი, ახლა შეუძლია. დაზღვევა არის იმაში, რომ ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული შესაბამისად და თუ დანაშაულს ჩაიდეს, რა თქმა უნდა ეს მოლოდინი უნდა ქონდეს, რომ სახელმწიფო მის წინააღმდეგ ეფექტიანად იქნება მომართული, რომ გამოიძიოს ეს საქმე. რაც შეეხება მოქალაქეებს, როგორც აქამდე, ისე ამ კანონის მიხედვით,
არაფერი არ იცვლება ამ სტანდარტის კუთხით. ამ ხრივ არის რა მე მოგახსენეთ კიდევაც ეს სტანდარტი კონტროლის, მათ შორის პერსონალ-მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან საქართველოში რაც არსებობს, არის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. გავყვეთ ინკლუზიურობის თემას და გადავიდეთ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესზე. ბევრ ეტაპიანია ეს პროცესი და სიმპტომატურიც არის, იმიტომ რომ ეხება მე-12 პუნქტსაც რეკომენდაციების და პირველ პუნქტსაც, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. ბოლო თემით დავიწყოთ, თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა იმ საბოლოო შედეგით, რომელიც დღეს დაიდო კონსულტაციების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა იქ ჩართული არ არის ოპოზიციური სპექტრიდან. მე ხლა მოვდივა პარლამენტიდან და გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრძანება გამოვეცი, რომელიც შეეხებოდა პროცედურის ტექნიკურ საკითხებს, იცით რომ ამაზე ქონდა კონსულტაციები ოპოზიციასთან. ყველა იყო ჩართული, გარდა სტრატეგია აღმაშენებლისა. და ლელოსი, რომელსაც რაღაც დრო ვერ გამონახა შეხვედრაში მონაწილეობის. ლოჯისტიკური საკითხი ხო, თუმცა ეს რა საბაბი იყო, ხა როგორ წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისთვის დრო ვერ გამონახა პრაქტიკულად. დაახლოებით შუადღე იყო, როდესაც შევეხმიანეთ კოლეგებს და შევთავაზე შეხვედრა 5 საათზე. არ არის გამორიცხული ხა ყველა მომენტში ვერ მოიცვალა. თუმცა დოკუმენტი ყველას მივაწოდეთ წინასწარ პროექტი, შესაბამისად შეეძლოთ ყველა საკუთარი შენიშვნები წარმოედგინა. მინდა ვთქვა და სასიხარულო იყო, რომ ამ განხილვების დროს ყველაფერზე შევჯერდით, ატმოსფეროც იყო შესაბამისად კონსტრუქციული, ასე რომ ეს ბრძანება უკვე გამოცემული არის და ხვალ უკვე დაიწყება პროცესი, განცხადებას უკვე გამოქვეყნება იმისთვის, რომ მივიღოთ განაცხადები დაინტერესებული პირების მხრიდან 29 სექტემბრამდე. სექტემბრის ჩათვლით ექნება შესაძლებელი ყველა პირს, ვინც დაინტერესებული არის. პროცესში მონაწილეობს ნაცმოძრაობა, მაგრამ მას ემიჯნება სტრატეგია აღმაშენებელი. რა ახალი როლია გიორგი ვაშაძის, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ზოგადად საინტერესო განვითარება იყო თვითონ რეგლამენტში ცვლილების დროსაც პირველ მოსმენაზე ხმა მისცა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. და რატოაც მეორე მოსმენის დროს გადაიფიქრეს მიუხედავად იმისა რომ და საბაბად გამოიყენეს თქვენი განცხადება. ნუ ახლა ეს მით უმეტეს მიუხედავად იმისა რომ მეორე მოსმენის დროს კიდე დამატებით ცვლილებები შევიდა ამ პროექტში რეგლამენტთან დაკავშირებით რომელიც მათ წინადადებებზე იყო მართლა ფიქრობთ რომ ლომჯარიას განცხადებას ჰქონდა მნიშვნელობა თავის ეს მე მაშინ ვთქვი რომ ეს იყო ძალიან არასასიამოვნო ნაბიჯი პირდაპირ აგითხათ ხა შეტევამ ერთობაზე ვინაიდან ნიშანი მისცა მოქმედმა საფეხბურთო ყოველ შემთხვევაში მე ჩანდა რომ არ ვიცი ზღია განცხადება იყო თუ სხვა რა კომუნიკაციები იყო შიგნით ოპოზიციაში მაგრამ აბსოლუტურად დღე და ღამესავით განსხვავდებოდა პოზიცია პირველი მოსმენის დროს და მეორე მოსმენის დროს რაც თავარია პირად საუბრებში ვერანაირ შინაარსობრივ არგუმენტს ან რაღაც მიზეზს ვერ ამბობდნენ მაგრამ ცვლილებები რატო გახდა საჭირო ნაწილში ადამიანების ნაწილში პოლიტიკოსების გაჩნდა აღქმა რომ ლომჯარიამ იმდენად დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას რომ გადაწყვიტეს რომ ახლა შემდეგი სახალხო დამცველი ცოტა სხვაგვარი წესით აერჩიათ ანუ ცვლილებების საჭიროება რატო საჭიროება იყო შემდეგი ჩვენ იცით რომ კოალიციური უმრავლესობით უნდა ავირჩიოთ სახალხო დამცველი რომელიც არც ერთ პარტიას არ აქვს პარლამენტში ამიტომ საჭირო არის გარკვეული თანხმობა ზოგადად მე კოალიციური უმრავლესობის წინააღმდეგი ვარ და ეს პოზიცია არაერთხელ მithქვამს ჩემი და ამის არგუმენტებიც მაქვს და ეს პრაქტიკაც აჩვენებს მათ შორის მაგალითად CESCO-ს წევრების და თავმჯდომარის არჩევაზე იცით რომ რა ვიცი მესამე თუ მეოთხე წელზე მივდივართ ვინაიდან კოალიციური უმრავლესობა არ დგება საკითხი არის მარტივად კოალიციური უმრავლესობა ამას ვამბობთ ეს მტკიცდება პრაქტიკით რომელიც რომლის მიზანი თითქოს უნდა იყოს კონსენსუსის მიღწევა სინამდვილეში პრაქტიკაში ეს არის ინსტრუმენტი რომ ოპოზიციამ აიძულოს უმცირესობამ აიძულოს უმრავლესობა რომ დაეთანხმოს მის გადაწყვეტილებას. აი ეს არის პრაქტიკაში რაც არის. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვინაიდან არის ეს სიტუაცია კოალიციური უმრავლესობის საჭიროება გამოვნახეთ მოდელი რომლითაც ვთქვით რომ ერთის მხრივ დასახელების მომენტში იქნება უმცირესობის სხვა გადამწყვეტი, მათ ექნება შესაძლებლობა დაასახელონ და მეორე მხრივ უკვე არჩევის შემთხვევაში ვინაიდან ჩვენი ხმების გარეშე ვერ მოხდება არჩევა, ჩვენ სიტყვას ექნება მნიშვნელობა. თუ ის უნდა იყოს კანდიდატი მისაღები, რას ნიშნავს მისაღები, რა კრიტერიუმები და ვინ იქნება მეორე? ჩვენ დიახ თქვით და ესეც არის მნიშვნელოვანი, ვამბობთ რომ ის უნდა იყოს თანაბრად მისაღები. მხარეებისთვის, ამ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რატომაც ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც იქნება მათთვის მისაღები და უნდა ჩვენ შემდეგ დავეთანხმოთ. ხო, არელოდებით რომ ის არ იქნება კრიტიკული ხელისუფლების. თავისთავად ეს ამას ჩვენ სხვა ჩვენს ოპოზიციასთანაც ღიაც ვამბობთ. არანაირი
ჩვენ სხვათა შორის ომბუდსმენების ასე ვთქვათ ისტორიამაც აჩვენა, რომ ყველა სახალხო დამცველი საქართველოში რა თქმა უნდა კრიტიკული ხდება. ლოიალური არ არსებობს. ამიტომ ეს თავად ისეთი პოზიცია და ისეთი სტატუსია და მათ შორის ადამიანურადაც ისეთ საკითხებთან აქვს შეხება, როდესაც ადამიანებს გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემები აქვთ, გამოწვევები და ამას მიდიან ომბუდსმენთან, რა თქმა უნდა, მას თავისთავად ის ვერ იქნება არაკრიტიკული. ამას არათუ შეგუებული ვართ, ეს თავად ინსტიტუტი მაგრამ უნდა მოგწონდეთ ასე გამოვიდა. ერთადერთი, უყურეთ, ერთადერთი რაც არის, მათ შორის აი 9 წევრიანი ჯგუფი რო გვაქვს შესარჩევი, ამაზეც მე ოპოზიციასაც უთხარი. ერთადერთი რასაც ჩვენ უყურებთ, ჩვენ არ გვინდა ეს რომ იყოს ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც ისაუბრებს არა სახალხო დამცველის მაღალი სტატუსიდან, არამედ ბარიკადიდან. აი ეს მაგალითად აქციებში მონაწილეობა არ უნდა ქონდეს მიღებული და იქ სიტყვით ვინც გამოდიოდა და უყურეთ ამ სიტყვის პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით სახალხო დამცველი არ უნდა იდგეს ბარიკადებზე. სახალხო დამცველი ეს არის მაღალი კონსტიტუციური სტატუსი, მაღალი პასუხისმგებლობა და აი ეს არის ჩვენი მოლოდინი. რაც შეეხება შესაძლო კანდიდატებს კი ეს არის რა თქმა უნდა კრიტერიუმი რომ ჩვენ პოლიტიკური აქტივისტი არ უნდა მიხილოთ სახალხო დამცველს ჩვენ მივიღოთ რომ ვიღაცების კანდიდატურა ჩავარდეს თავისთავად ეს იქნება ბევრი კანდიდატი შესარჩევ ეტაპზე ოპოზიციის ხმებია გადამწყვეტი არჩევის პროცესში და შემდეგ უკვე უმრავლესობის ანუ შესაძლოა ეს მოდელიც ხო ამიტომ ჩვენ ვამბობთ თანაბრად მისაღები უნდა იყოს რა თქმა უნდა იმედი გვაქვს ჩვენ რომ მოიძებნება კანდიდატები რომლებზეც შეიძლება იყოს თანხმობა, ამიტომ ეს პროცესი უნდა მივცეთ ჩვენ შესაძლებლობა. ჩავარდნამდე იმედია საქმე არ მივა და სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება ისეთ კანდიდატზე, ვინც მისაღები იქნება. ხო, საერთო ჯამში პროცესი იქნება შემდეგი, როგორც იცით, ახლა გამოცხადდება განცხადებების მიღება, შეიქმნება ჯგუფი შემფასებლების 9 ადამიანისგან, ამაზეც მექნება კონსულტაცია ოპოზიციასთან, რომ აქაც იყოს ყველასთვის მისაღები ხალხი ამ ჯგუფში. ისინი შეაფასებენ პროფესიული კუთხით და რეპუტაციული კუთხით, ასე ვთქვათ. თუმცა არ გაკეთდება რაიმე, ესე ვთქვათ, სარეიტინგო სია, ან ისინი არც გაცხილვას არ გააკეთებენ და არ დაბლოკავენ. ყველა პირობითად თუ შემოვიდა 50 განაცხადი, 50-ვე კანდიდატი შეფასდება, 50-ვე კანდიდატი გადაეცემა შემდეგ პარლამენტს, ასე ვთქვათ, განსახილველად, სადაც უკვე სუბიექტები, ვისაც შეუძლია დაასახელოს კანდიდატი, ეს გახლავთ ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი, ან 7 დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი, მათ უკვე აი ამ არჩევანიდან შეეძლებათ ამოარჩიონ და დაასახელონ კანდიდატები. უნდა იყოს დასახელებული მინიმუმ 7 და შეიძლება მეტი კანდიდატიც, სადაც უკვე ჩვენ ჩავერთვებით ამ შემთხვევაში უმრავლესობის სახელით საუბრობ, როდესაც ჩვენ უკვე აი ამ კანდიდატებიდან ვიტყვით, რომელი არის ჩვენთვის მისაღები და შესაბამისად თუ კი წარმოდგენილი კანდიდატი მისაღებია ოპოზიციის და შემდეგ ჩვენთვისაც, აი ეს მოგცემს ჩვენ თანაბრად მისაღებ კანდიდატს. მოდი ელექტრონულ არჩევნებზეც ვისაუბროთ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელსაც პრინციპში შეუძლია გარდამტეხი როლი შეასრულოს იმაში, რომ გაყალბდა არჩევნები, არ გაყალბდა არჩევნები, ეგზიტ პოლები და ასე შემდეგ. თუმცა დასახელებული იყო, რომ მინიმუმ 70%. აი, თავარი დავა უკვე თქვენი ოპონენტების არის, რომ ხელისუფლება იტოვებს 30%-ის სახით გარკვეულ ლუფტს იმისათვის, რომ შეძლოს არჩევნების გაყალბება, იმ 70%-ს ვერ გაყალბებს, მაგრამ სამაგიეროდ 30% და ეს იქნება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. აი ამაზე რა პასუხი გაქვს? ესეც არაკეთილზინისიანი მანიპულაციაა, რომელსაც ეწევიან ადამიანები, რომელსაც ძალიან კარგად იციან რაზე არის აქ საუბარი, ვინაიდან მათ აქვს სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ხომ არ არის ახალი, ჩვენ პილოტირება უკვე გქონდა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლა ბათუმში შუალედურ არჩევნებზე გქონდა ამის პილოტირება. და ეს გადაწყვეტილება თავისი არსით არათუ მნიშვნელოვანი რევოლუციური არის იმ კუთხით, რომ ეს აბსოლუტურად გამოაცლის საფუძველს ყველას ფეგოს. ხო ჩვენ ახლა ნახეთ უკვე ამის შედეგი, როდესაც უკვე თავის დაზღვევა დაიწყეს, რომ არა პრინციპში პრობლემა ის კი არ არის, რომ თურმე აღარ ჩაყრა არის პრობლემა, აღარ კარუსელია პრობლემა, თითქოს რაღაც სხვაგან არის საარჩევნო კუთხით პრობლემები. ამიტომ რაც შეეხება ზოგადად ელექტრონულ არჩევნებს კი არ აკრიტიკებენ პროცენტს, რაც შეეხება პროცენტის საკითხს. ჩვენ თქვით, რომ ასე შევხედოთ, ყველა ქალაქში, ყველა დიდი, პატარა, ყველა ქალაქში იქნება და ხო ეს
ეს იყო ხოლმე პრეტენზია რომ თქვა ქალაქებთან ყველა ქალაქში ყველა სოფელში რომელიც არის გარკვეული სიმსხვილის კუთხით ამომრჩევის კუთხით ასე ვთქვათ მეტნაკლებად დიდი არ იქნება ისეთ დასახლებულ პუნქტში სადაც არის და არის ასეთი უბნები 50 ამომრჩევლიანი უბანი სადაც მერე მიდის 10 ამომრჩეველი ეს უბრალოდ არაეფექტიანიც არის თუმცა სამუშაო ჯგუფი იცით რომ მუშაობს ხვალ ექნება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს და ამ კუთხითაც ამ ნაწილშიც იქნება შესაბამისი ეფექტიანობაში რა იგულისხმება შეუძლებელია არა ხარჯ ეფექტიანი არ არის იმიტომ მაგალითად შეიძლება იყოს მთიან რეგიონში რომელიღაც სოფელში სადაც არის 50 ამომრჩეველი და იქ აზრი არ აქვს ელექტრონული წესით ამის ჩატარებას ხარჯ ეფექტიანობიდან გამომდინარე მათ შორის ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხითაც ამიტომ ამ ყველაფერს ახლა ეს ერთდღიანი სპეკულაცია იყო რომელსაც ყველაფერი საერთო ჯამში ყველაფერს ნათელი მოეფერება მაგრამ თავისი არსით ეს არის მართლაც რევოლუციური გადაწყვეტა სხვა შორის ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც მოითხოვს საკმაოდ დაფინანსებას და ამ ხრივ მთავრობასთანაც იყო შესაბამისი კონსულტაცია რომ გამოიყოს ეს თანხები და ჩვენ გარდა ამისა დროც ჭირდება რომ მოემზადოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამ პროცედურისთვის საერთო ჯამში ჩვენ ეს მოგწევს იმას რომ ერთი ყველა სპეკულაცია მათ შორის რეგისტრაციაც იქნება ელექტრონული ჩაკრასთან კარუსელთან თუ სხვა ესეთ ტერმინებთან დაკავშირებით ყველაფერი მოიხსნება ავტომატურად როგორც ეს მოიხსნა ბათუმში და წანიში მეორე ჩვენ შედეგები გვექნება არჩევნების საარჩევნო უბნების დახურვიდან წუთებში ანუ რამდენიმე წუთში ვინაიდან ეს აპარატი უკვე თავად შედეგს ასე ვთქვათ იმ ერთ წუთში ასე ვთქვათ ბეჭდავს შენ საჭირო უბრალოდ ამ ყველაფრის ამ ის ოქმი რასაც ქვია შემაჯამებელი ოქმი ამის დაჯამებას რა დროს დაჭირდება უკვე აქედან გამომდინარე შედეგები გვექნება წუთებში ყველაფერი დისბალანსთან დაკავშირებით აი ეს ყველა საკითხი ავტომატურად მოიხსნება ასე რომ ეს არის ძალიან დიდი დაზღვევა იმისთვის რომ არ გამეორდეს ის დესტრუქცია რაც ჩვენ ქონდა 2020 წელს მოიხსნება კი როდესაც ისეთ ოპონენტთან გაქვთ საქმე როგორიც არის ახლა რადიკალური ოპოზიცია ბაშეძე უნდა გავიხსენო ისევ იმიტომ რომ მანი აქტიურა ყველაზე მეტად და თქვა რომ ეს 30% იქნება რეალურად გაყალბების მთავარი წყარო აი ამ კითხვას რო უფრო დეტალურად გასცეთ პასუხი 30%-ით და უშუალოდ უბნების იქ რა შეიძლება მოხდეს ისეთი რამაც შეიძლება შეცვალოს არჩევნების სურათი ანუ ეს რეალურად პრაქტიკაში რა შეიძლება ეს იყოს ეს შეიძლება იყოს ერთი რაიონი, სადაც მაგალითად და სადაც არის, თქვათ, ქალაქი, რაიონული ცენტრი და პირობითად 50 სოფელი. პრაქტიკაში ეს ან 100 სოფელი. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იქნება ქალაქში, ან თუ რამდენიმე ქალაქი არის, რამდენიმე ქალაქში და 100 სოფლიდან უხეშად ვთქვათ 70 სოფელში პირობითად, ხო? აქაც ხომ შედეგები, ახლა არჩევნებს ყველა ვაკვირდებით, ხო, ამ რაიონში თუ კი 70%-ში, 70 უბანში, 80 უბანში შედეგები იყო რაღაც თანაფარდობით. ანუ სურათი არის ნათელი. დანარჩენ 20 თუ სხვა თანაფარდობა იყო, ახლა ეს ხო თავისთავად უკვე აჩვენებს, რომ რაღაცასთან აქვს საქმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, რომ დანარჩენში რა მოქმედებს. მოქმედებს გადათვლის წესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ასევე სხვა საკითხები, რომელზეც საარჩევნო რეფორმის ჯგუფი მსჯელობს და ამ კუთხითაც ყველანაირი სპეკულაციური კითხვებიც კი მოიხსნება ამასთან დაკავშირებით. ყველა თემა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, არის პრინციპში გარკვეულწილად შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების და უკვე 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ეს რეკომენდაცია პრაქტიკულად ნახევარი. რა შედეგი გვაქვს უკვე ამ დროისთვის და რა იქნება აი გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, რას ელოდებით, როდესაც პრინციპში ოპოზიცია სრულად დესტრუქციულად მოქმედებს. ხო, ჩვენ თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისგან არის ასე ვთქვათ სხვადასხვა ინფორმაცია რაც შეეხება შეფასებას ამ 12 პუნქტის, თავიდან ითქვა რომ იქნება წლის ბოლოს, შემდეგ ითქვა რომ შეიძლება მომავალ წელს იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ამოცანა, როგორც ხელისუფლების არის, რომ იმ გრაფიკით, რომელიც ჩვენ დავსახეთ წლის ბოლომდე, ჩვენი ასე ვთქვათ, ეს რეკომენდაციები შევასრულოთ და ეს ამოცანები შევასრულოთ და თქვათ ბურთი დავაბრუნოთ უკან ევროკავშირის მოედანზე, იმიტომ რომ შემდეგ მათაც გარკვეული ასე ვთქვათ მორალური პასუხისმგებლობა ქონდათ და გადაწყვეტილება მიიღონ და შეაფასოთ ჩვენი პროგრესი. რაც შეეხება აქამდე მიღწეულ შედეგებს, ჩვენ ის გეგმა, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რომელიც არის თარიღებით გაწერილი გეგმა, როდის მოხდება ინიციირება, როდის მოხდება მე, ზუსტად ამ გეგმას მიუყვებით, მათ შორის წინსწრებით ვაინიცირებთ პროექტებს. სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებაზე დაინიცირებულია უკვე
ომბუდსმენთან დაკავშირებით აი ხვალიდან უკვე დაიწყება შერჩევის პროცესი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 21 სექტემბერი არის ბოლო ვადა და სამუშაო ჯგუფი დარწმუნებულია ხვალ შეჯერდება უკვე საბოლოო საკითხებზე, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით შეთანხმებულია ფაქტობრივად უკვე ყველაფერი და 21 სექტემბერი აქაც საბოლოო ვადა ინიცირების, ასე რომ ჩვენ ფაქტობრივად ამ კვირაში მომავალი კვირის დასაწყისში უკვე საკითხების 30%-ზე გვექნება უკვე მაგრამ ამ პროცესში არ მონაწილეობს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია. ჩემი კითხვა ეხება შემდეგს. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყველა თქვენი რადიკალური ოპონენტი დაგესვათ სამუშაო მაგიდასთან? აი ომბუდსმენის საკითხიც ძალიან კარგი ვიზუალიზაცია იყო, რომ რამდენად წინ დგას ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის რადიკალიზაცია და პირიქით ჩაშლა პროცესის, ვიდრე შეთანხმება. ვინაიდან ყველაფერზე ასე ვთქვათ მივდიოდით დათმობაზე, იმ კუთხით რომ ვეუბნებოდით რომ წარმოადგინეთ იდეები, გავითვალისწინეთ ამ იდეებს, ყველანაირი კონსტრუქციული დამოკიდებულება ვაჩვენეთ, მათ შორის არ ვიცი შემთხვევით თუ როგორ მოუვიდათ რომ პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს, მაგრამ ნახეთ შემდეგ ამუშავდა ეს რადიკალური დღის წესრიგის ასე ვთქვათ ინსტინქტები და ნახეთ რომ აბსოლუტურად უმიზეზო და აი აბსოლუტურად მიზეზის გარეშე მხარი არ დაუჭირეს მეორე და მესამე მოსმენის დროს, მაგრამ ეს არის ჩვენ ვცდილობთ დღეს სხვა შორის მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროკავშირის ახალ ელჩთან საქართველოში და ძალიან დადებითი და პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა და სწორედ ამაზე ჰქონდა საუბარი რომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მხრივ ხელისუფლებას გულისხმობ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ დაინახოს ყველამ შინ და გარეთაც რომ თუ კი პროცესს რაიმე ხელი შეეშლება თუ კი ვინ არის ამ პროცესის ამრევი და ეს ჩვენ კი ვიცით ზოგადად ვინ არის ხოლმე ამრევი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზუალიზაცია, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გასაგებია და იმ რადიკალური ფლანგის, რომელიც მათთან ერთად არის, მაგრამ მეორე მხრივ მაგალითად ხელისუფლებამ თუ არ ვცდები ორი NGO, ეგრეთ წოდებულ შავ სიაში მოახვედრა, ერთ-ერთი მათ შორის იყო ისფედი, ხო? ეს ორი გადაწყვეტილება იყო პროცესი თავისთავად ეს მათ შორის თავად ამ 12 პუნქტიდან დეპოლარიზაციის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ჩვენ და მეც პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ დავუშვებ რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას. აი ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და ჩვენ სამწუხაროდ ამ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ რომ ეს იყო ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ ნახეთ 24 ივნის, სადაც მათ ერთის მხრივ თავისთავად მოთხოვნაც რადიკალურია, როდესაც გადადგომას ითხოვა, მაგრამ მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არავის საკუთარი თავის გარდა არ წარმოადგენს და საკუთარი თანამშრომლების გარდა არანაირი ლეგიტიმაცია ხალხისგან არ აქვს, ითხოვს გადამწყვეტ სიტყვას მთავრობის დაკომპლექტებაში. ეს იყო ხო მაშინ მოთხოვნა. ეს არის პირდაპირი განაცხადი და პრეტენზია ხელისუფლებაზე, ისე რომ არ გაქვს სახალხო ლეგიტიმაცია და მანდატი. ანუ არჩევნებით ხალხს არ მოუწია შენთვის ეს მანდატი და გინდა დააკომპლექტო მთავრობა, ეს ნიშნავს პირდაპირ პრეტენზიას არაფორმალურ ძალაუფლებას. ჩვენ მაშინაც ჩვენ არ გვითქვია რომ აქედან გამომდინარე სამუშაო ჯგუფში თქვენ ვერ იქნებით, ჩვენ ვთქვით რომ თხოვეთ განმარტება. ერთი იზიარებენ კვლავ ამ მოთხოვნას, ან თუ არ იზიარებდნენ თავის დროზეც, განმარტონ და გაემიჯნონ ამ მაგრამ მოთხოვნას. სურვილების მიხედვით დაბლოკვა სწორია, ნუ იმ მაგალითად გიორგი ბაშაძეს შესაძლოა პრეზიდენტობა უნდა დესპა. არა, ეს სურვილი კი არის, ეს არის განაცხადი, პოლიტიკური განაცხადი უკვე რომ და აქედან გამომდინარე ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ. იმ მომენტში, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ორგანიზაციას აცხადებს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაზე, იმ მომენტში ის უკვე არის ფაქტობრივი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, ამ კითხვით შეგვიძლია იყოდნენ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ მაშინ თქვა, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიები. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ რომელიღაცა ორგანიზაცია თუ ადამიანი არის თუ არა სამუშაო ჯგუფში. პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არ გვინდა რომ საქმე გქონდეს ფარსთან. როდესაც მაგიდასთან ის ორგანიზაცია, რომელიც ირქმევს, რომ ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია და სინამდვილეში ეს არის ფარსი და ამის უკან დგას პოლიტიკური პარტია. აი ამ არგუმენტები დარწმუნებული ვარ, რომ არის სრულიად გასაგები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მაგრამ იქნება თუ არა ეს არგუმენტები გასაგები და მისაღები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ხომ არ არის ეს ის ხარკი, რომელიც უნდა გადაიხადოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან თანამშრომლობის აი ამ გზაზე, როდესაც უნდა მიიღოთ არასამთავრობო სექტორი ისეთი როგორიც არის, ხო?
კი, როდესაც ეს არის არასამთავრობო სექტორი და არა როდესაც ეს არის პოლიტიკური პარტია. სწორედ ეს არის ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ასე ვთქვათ ფარსში, როდესაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოჩენა ორგანიზაციის, რომელსაც სინამდვილეში აქვს პოლიტიკური თუ ეს პოზიცია აზიანებს ჩვენ ევროპულ პერსპექტივას არ შეიძლება, როგორ შეიძლება სიმართლემ დააზიანოს საქმე, ხო? სიმართლე ყოველთვის არის კარგი და სიცრუე და ტყუილი არის ცუდი. ამიტომ სიმართლემ საბოლოო ჯამში ესეც სხვათა შორის ესეც გარკვეული სახასიათო ხაზად იქცა ქართული ოცნების და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვინაიდან უფრო ხშირად გვიწევს ჩვენ აღქმებთან ბრძოლა ფაქტებით და ჩვენ ხედავთ ოღონდ ერთ რამეს, რომ ყველგან სადაც ჩვენ აღქმებს დაუპირისპირეთ ფაქტები, ამას დაჭირდა ზოგს ერთი დღე, ზოგს ერთი კვირა, ზოგს საკითხს ერთი თვე, მაგრამ ბოლოს სიმართლემ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა და დაინახა. იქნებოდა ეს პარალელური დათვლის საკითხები. ხო, მაშინაც თქვენ რა გონიათ, საერთაშორისო აქტორებს ადვილი რეაქცია ჰქონდათ იმაზე, რომ როდესაც ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვამხელდით სამართლიან არჩევნებს. მაშინაც ზუსტად ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ იქნებში არ ბილოთ, იქნებ არ იყოს, მაგრამ ჩვენ შეგვერბილებინა იმ სიმართლეს ვეღარადოს ვერ გაიგებდა ჩვენი საზოგადოება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და დავდექით ბოლომდე, მოუწია საბოლოო ჯამში სამართლიან არჩევნებს, მაშინ ეღიარებინა, რომ ისინი ერთი თვე ატყუებდნენ საზოგადოებას პარალელურ დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. აი სიმართლის მხარეზე დგომაზე გამახსენდა აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი 4 ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც პარტიიდან გავიდა, მაგრამ უმრავლესობიდან არა. აქვეყნებენ მორიგ წერილს, სადაც ისინი ამბობენ, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ ღიად ასახელებენ, რომ ჩართულია პროცესში, რაც გულისხმობს საქართველოს მეორე ფრონტში ჩართვას. მე, რა თქმა უნდა, მათ ქმედებებზე ზოგადად თქვენ პასუხს არ მოგთხოვთ, რადგან ისინი უკვე გავიდნენ ოცნებიდან, მაგრამ ეს აზიანებს თუ არა შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს განცხადებები და ეს წერილები. არ მგონია, მოკლედ ერთი რაც არის ზოგადად ჩვენ კოლეგებს, რომლებიც პარტიიდან, ფრაქციიდან გავიდნენ, მე თავიდანვე ვთქვი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ ამ მათ განცხადებებთან დაკავშირებით, არ მინდა არანაირად შინაარსში შევიდე. ზოგადად ისინი იყენებენ თავის უფლებას, ისაუბრონ ამა თუ იმ საკითხზე. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოებრივ ურთიერთობასთან საერთოდ კავშირში არ არის. ქვეყნებს შორის და მათ შორის საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ჩვენ ნახეთ რა დონეზეც არის სულ ახლახან, როდესაც წვდომები ჩატარდა ღირსეულ პარტნიორობის ფარგლებში, ასე რომ ამ კუთხით როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ეს ბოლო ასოცირების საბჭო, რომელიც ჩატარდა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში იყო განსაკუთრებით წარმატებული. მე დღეს ევროკავშირის ელჩიც მესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ იყო გამორჩეულად პოზიტიური, გამორჩეულად იმედის მომცემი და გამორჩეულად წინ გახედვით და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენთვის საერთო მიზანია, როგორც ევროკავშირის, ისე მაგრამ გარკვეულწილად ჩნდება აღქმები, რომ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა სათანადოდ გამიჯვნა ამ ადამიანებთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ უმრავლესობის შეკრებაზე და გასაგებია, რომ ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან და ეს მანდატი არ დაუტოვებიათ. თქვენი ოპონენტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დასავლეთიდან გაკრიტიკებთ ხოლმე, თუნდაც ეს იყოს არასამთავრობო სექტორი, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები, ეს შესაძლოა იყოს აღქმა, რომ ისინი ოცნების ყველაზე რადიკალურ პოზიციას ახმოვანებენ. არ იქნება ასე? ალბათ ამ აღქმებს შეგვიძლია დაუპირისპიროთ კვლავ ფაქტები, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანები გავიდნენ პოლიტიკური პარტიიდან, შესაბამისად თავისთავად ისინი არიან ცალკე ასე ვთქვათ ჯგუფი, რომელიც საკუთარ განცხადებს აკეთებს და ამ განცხადებებზე თავად იღებენ პასუხისმგებლობას. გავაგრძელოთ მეორე ფრონტის თემა, იმიტომ რომ ეს საკითხი არ იხსნება დღის წესრიგიდან. ესე იგი, ოცნებიდან წასულებისთვის ეს არის საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, განიხილება როგორც დასავლეთში გარკვეული ძალების ლობირების ასე თუ მნიშვნელოვან თემად, რომ საქართველოს უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ოპოზიციისთვის ეს მთლიანად არის ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილი, რომ იყენებს ამ თემას ხალხის დასაშინებლად მართველი გუნდი, ხო? თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ? სხვათა შორის დღესაც ვალმოდი და ერთ საკითხს დავფიქრდეთ, ხო? აი ეს თემა თუნდაც და სხვა არ არის ხარ
ესეც არიელ ადგილზე ნათქვამი საკითხი ხო გვახსოვს პირდაპირი განცხადებები, მოწოდებები, კეთილმსურველებისგან, რა ვიცი, კეთილრჩევად ჩათვლილი რომ ისარგებლეს სიტუაციით და იქნებ რაღაც, ხო? მნიშვნელოვანია ის არის ცალკეული განცხადებები, ინიციატივები, კონკრეტული პირების სხვადასხვანაირად შეფუთულად მოწოდებული ეს თემა, მაგრამ საინტერესო რა არის იცით? რამდენჯერ გაემიჯნა ამას ჩვენთან ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ან ოპოზიციის რომელი ნაწილი გაემიჯნა? ისინი არასერიოზულად აღიქვამენ. იმ კუთხით, რომ მათ შორის გაეკიცხათ ესეთი განცხადებები. როცა პირდაპირ ისმენენ, რატო არ კიცხავენ ამ განცხადებებს და ამბობენ, რომ ეს არის მიუღებელი. აი ეს არის რადგან რომელიღაც წევრმა რაღაც თქვა, რა არის ამაში ისეთი სერიოზული. ესეთი თითქოს გულუბრყვილო წამოწთენებით შემდეგ დიდი ტრაგედიები ტრიალდება ხოლმე და მათ შორის ამ ქვეყანასაც აქვს ამის გამოცდილება, რომ ბევრი ხანდახან გულუბრყვილობას მიმყავათ ტრაგედიებმა და ამიტომაც არის ერთი რამე ხო ხელის გულზე დევს, რომ ფაქტია, რომ დღეს რეგიონში, სოფლიოში და ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით არის განსაკუთრებული მაღალი უსაფრთხოების რისკები. ფაქტია, რომ საქართველოს ამ კუთხით არის გამორჩეული ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს იმ ქვეყანას, რომელიც ახლა აწარმოებს აგრესიულ ომს ამ რეგიონში. ეს ხო კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ვარ. აქ შესაბამისად ხო ფაქტია, რომ ერთადერთი პოლიტიკა, რაც შეიძლება კონდეს ქვეყნის პატრიოტ ხელისუფლებას, ეს არის ამ დაძაბულ სიტუაციაში მართლაც დანის პირზე გავლა. აი ამის გულშემატკივარი უნდა იყოს ყველა ხელისუფლება თუ ოპოზიციას და ნაცვლად ამისას ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ სწორედ აი ამ დაძაბულობის დროს, როდესაც რატო არის ახლა მნიშვნელოვანი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის უკრაინის მხრიდანაც მის წინააღმდეგ, ხომ? იმიტომ რომ ეს დეზინფორმაციები სწორედ ის წვეთები არის, რომელიც შემდეგ ის ნაპერწკლები, რომლებიც უნდა ცეცხლი გააღვივა. ამიტომ ჩვენ ამას ვამბობთ, რომ ეს დანის პირზე გავლა ნიშნავს, რომ დეზინფორმაციების მხილება, ნიშნავს მათ შორის ესეთ წამოწდენები იქნება ეს ბოროტი თუ კეთილი ზრახვები თუ როგორც არ უნდა შევფუთოთ, ფაქტია, ნათქვამი სიტყვა ნათქვამია. ამისგან გამიჯვნა და გაკიცხვა ყოველგვარი ასეთი მოწოდებისა. ამის საპირისპიროდ რას ხედავთ? საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად მარტოა მიტოვებული ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, რამდენჯერ მოვისმენთ გულისხმობთ. ის რომ მაგალითად გეტყვით, ის რომ მაგალითად, რა ვიცი, პორტში შემოვიდა გემი, რამდენჯერ მოვისმენთ ეს ინფორმაცია, გადაიფრინა თითქოს სამხედრო თვითმფრინავმა, გვერდისავლა ხდება სანქციების. ამ დეზინფორმაციის ხილებაზე არსებობენ ისევ კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად, რომლებიც წესით, რომლის ამოცანაც ეს არის და ამაზე ფოკუსირდებიან. არც ერთი მხილება ქვეყნის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციაზე მე არ მინახავს მათი მხრიდან. არათუ მხილება გაცილებით უფრო მძიმეა ვითარება, იმიტომ რომ დღეს ოპოზიციის მთავარი ნარატივი ასეთია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას დამარცხებული რუსეთის გვერდით, მაშინ როდესაც იწყება მსოფლიოს ახალი გადანაწილება, იმარჯვებს თავისუფალი სამყარო, ჩვენ ვართ აი ყველაზე უფრო ბნელ ძალასთან ერთად, ხო? და აქ ქვეყნის გადარჩენა არ გადარჩენაზეა უკვე. საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ მისი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს იდგა გერმანიის კანცლერის გვერდით. აი ესე პასუხი ყველა ამ манипуляციაზე და კვლავ დეზინფორმაციაზე, ესეც არის ნაწილი დეზინფორმაციული ტალღისა და ჰიბრიდული ომისა, რომ მოხდეს საქართველოში არეულობა და შემდეგ ამის შედეგები რაც არის და ამას ვამბობ, რომ ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაუდგნენ ხელისუფლებას ამ დეზინფორმაციას ხილვაში თავად არიან გამორჩეული, ხო ბრიფინგზე ატარებს მოძრაობა დროას ხელმძღვანელი და ან თან ისეთ ყვილებს ამბობს უკვე მე რამდენჯერ, რომელიც ჭირდება რამდენიმე საათი ამის ხილებას, მაგრამ ეს ხო რაღაც ღილვარებას იწვევს. ეს ხო სადღაცას მიდის ინფორმაცია, სადაც შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის უარყოფა იმ ადამიანის ყურამდე შეიძლება ვეღარ მიაღწიოს და ეს თავის შეგვიფასეთ ხატია დეკანოიდის იშვიათი, ესე იგი უმაღლესი ხარისხის გულწრფელობა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რომ დასანქცირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომ გაფართოვდეს ეს სია და ასე შემდეგ. ეს საკუთარ ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირ ბრძოლა. ნუ ხა სხვა რა შეიძლება იყოს, ოდესაც ამ ქვეყნის პოლიტიკოსი რომელიმე ქვეყანა გახსენდება თუ ითხოვს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდეს ქვეყნის პოლიტიკოსი. ხა არც ვერც კი წარმომიდგენია. თავი რომ დავანებოთ მათ შორის თქვენ ტელევიზიის ფლობაზეც იყო საუბარი, ხომ? აი ესე მაინც დაფიქრდნენ, რომ ანუ მედიის
ფლობელს, ხო? ესეც ხო მათთვის თემა არის, მაგრამ ეს მედია მათთვის ხომ ყველა სერიოზული პრობლემა ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ამ კუთხითაც რომ არავისგან რეაქცია არ იყო, რომ კარგით, მაგრამ აი მედიის ფლობელს რატო ეს მედიას ებრძვით, ავიც. ესეც ხო სხვა დროს, როდესაც კლიშემდე დაყვანილი ტერმინები არის მედია, მედიის თავისუფლება, მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, არ ბრძოლა, აქ საერთოდ ყველამ დაივიწყა, არც კი გაიხსენა, რომ ერთი სიტყვით მაინც ეხსენებინათ, რომ ცოტა უხერხულობა ხომ არ არის, რომ მედიის ფლობელის წინააღმდეგ ითხოვთ სანქციების დაწესებას. ნუ ეს არ ვიცი, კიდევ ერთხელ, ეს არის აბსოლუტური იგნორირება საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა. და სამწუხაროდ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს გავა დრო და განსაკუთრებით, როდესაც ეს კრიზისული მომენტი და რეგიონის გადაევლის, ამის ყველაფრის ანალიზი მოხდება და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავის შეფასება მიეცემა, ვინ როგორ იქცეოდა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყნის ინტერესებს ამ პერიოდში. მოსახლეობა რო უკვე ამას აფასებს, ამას ჩვენ ხედავთ, მათ შორის ხედავთ მოსახლეობის წამები დაგვჭა აუდიტის ახალხელმძღვანელს ვისასახელებთ, ვინ იქნება? ამას საზოგადოებას და შესაბამისად პარლამენტიც გაიგებს მალე, არის ვადები დასახელების და რა თქმა უნდა ამ ვადებს. ერთი პატარა კითხვაც მოვასწროთ, ესე იგი პარლამენტში კი მიდის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ზურაგირ ჩიჯაფარიძე გზომავთ თან მეხდება ხო და რაღაცა სერიოზულს გიპირებთ აქციებისთვის თუ ხართ მზად? ნუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს აქვს ამას შედეგი, ხო, არის ის რომ იმ მომენტში და გაგზობითად უпростоრეთ საზოგადოებას ამყოფებს მღელვარებაში, ნერვებზე თამაშია საბოლოო ჯამში, რომელსაც არანაირი დადებითი შედეგი ამ საზოგადოებისთვის, ამ ქვეყნისთვის არ მოაქვს, ერთადერთი რაც არის, რომ საზოგადოებას ნერვებზე მუშნობს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თამაშობს და თავისთავად ეს რაღაც განწყობებს აუარესებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ყველაზე კარგად ამ ქვეყანაში მუშაობს, გამოთქვა, რომ ხალხი ბრძენია, ეს სიბრძნე უკვე არაერთხელ დაამტკიცა ჩვენ. დიდი მადლობა. რომ ზუსტი ნერვები ქონდეს ვინმე სამ ქვეყანაში უკვე ისეთები გვაქვს გავლილი. დიდი მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატებები, ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს ახლა დარწმუნებაში. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში, გიორგი გამსახურდია იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი, არ გადაარჩათ.